წინა განყუთვის ვიდეო თქვენთვის იმდენად საინტერესო იყო, იმდენი კომენტარი, ვარაუდი, განსაკუთრებით ფასის გამოცნობასთან დაკავშირებით ძალიან სახალისო გამოდგა და ესე იგი, რადგან გაინტერესებთ, გადავწყვიტე, რომ მორიგი განყუთვის ვიდეო გადავიღოთ თქვენთან ერთად. წინ სახალისო ვიდეო გელოდებათ, ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ, იმიტომ რომ ის ასევე უცნაური და ჩემთვისაც კი უცნაური ნივთები, იმიტომ რომ ჩემი გამოწერილი არ არის, ჩემი ქმრის გამოწერილი არის, რასაც თulis რომ აუცილებლად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მე დღემდე ვერ ხვდები ეს და ნივთები, ახლა და ესეც ერთად გავარკვიოთ. და მოკლედ გაჩვენებთ ყველაფერს ამ ეტაპისთვის გამოვიწერეთ ორივე ერთად. დავიწყოთ გახსნა. პირველი ნივთი ეს არის აი ასეთი. ნახეთ. ძალიან კარგი ხარისხი არის. მინდა გითხრა თავისი ხელთათმანები და მთლიანი კომბინეზონი არის. ლამაზია და ხარისხი არის ძალიან კარგი. შიგნითაც არის ნახეთ ესეთი ღუნღულა. მე რამდენიმე აქ მაქვს ნაყიდი. ვინც ადევნებთ ხოლმე თვალს ჩემს TikTok ან Facebook გვერდებს, აქ ვყიდულობ ხოლმე ძირითადად რამდენიმე მაღაზია მაქვს და ვიცი ხოლმე ესე არჩევა, იმიტომ რომ ვიცი კარგი პროდუქცია არის, მაგრამ რა ვიცი, გადავწყვიტე რომ გამერისკა. უბრალოდ რისკიც არ არის, იმიტომ რომ სანამ გამოვიწევ, ვკითხულობ ხოლმე აღწერებს, ვათვალიერებ ფოტოებს, რეალურ ფოტოებს, ასე ვთქვათ, ვკითხულობ აღწერებს და ასე შემდეგ. ხო და ძალიან კარგი არის, აი ესეთი თუ შეგხვდებათ, გამოიწერეთ თქვენს აუცილებლად. ეს გამოვიწერე ესეთი ქუდი. აბა ნახოთ. რა საყვარელია და რა კარგი ხარისხია. და წარმოიდგინეთ ახლა ეს და ეს ერთმანეთს როგორ მოუხდება. ისა პრინციპში ესეც მაქვს გამოწერილი. ამ ლოგიკით. შემდეგი აბა ხეთ რა საყვარელია ესეც და ძალიან კარგი ხარისხი არის ასევე. ესეთი. ფეხსაცმელი. ეს ფეხსაცმელი სინამდვილედ გითხრათ, თავიდანვე ვიცოდი რომ დიდი გამოვიწერე. უბრალოდ მას შემდეგ რაც ზომებში უფრო უკეთ გავერკვიე. ძალიან საყვარელი კი არის, ნახეთ. მაგრამ დიდი არის. ეხლა აქ ვიდეოში კიდევ უფრო პატარა ჩანს ეს, მაგრამ რეალურად არის დიდი. ეს ხვდები უკვე რაც არის, ახალი წელი მოდის და ამიტომ თემატური აი ნახეთ ისეთი. My first Christmas-ი. თავისი ქუდიც აქვს აი ესეთი. და ეს გამოვიწერე ჩემთვის. ვინც იცით და მადევნებ თვალს კი იცით რომ მყავს ჩაპა, რომელიც არის ტაქსას ჯიშის. ხო და ნახეთ. ტაქსა რადგან გაწელილი არის, არ ეტევა მხოლოდ ერთ ცალზე და აი ესეთი არის. ძალიან საყვარელი არის. შემდეგი აბა ვნახოთ. მინდა გითხრათ რომ ჯერჯერობით რაც ამოვიღე არის ძალიან კარგი. აი მე ნახეთ რა საყვარელია. და ზუსტად ისეთია, სინამდვილე გითხრათ, აი ამაზე არა ისე ვიყავი რა. მეგონა რომ იყო რაღაცა ნაჭრის მაგვარი, ანუ აღწერები კი წავიკითხე, მაგრამ მეგონა რომ ესეთი ნაქსოვი არ იქნებოდა. რატომღაც და ნახეთ, ნაქსოვი არის. რა საყვარელია. ესეც სპორტული არის. ძალიან საყვარელი არის ესეც. აბა თუ გამოიცნობთ რა არის ეს? არ გეტყვით. აი ჩემი არ არის გამოწერილი. აბა ესეც გავხსნათ. აი. ზუსტად ისეთი არის, როგორიც ასე ვთქვათ, ფოტოზე. ეს მჭირდებოდა. არ გეტყვით, აბა თუ გამოიცნობთ, ბავშვთან არის დაკავშირებული ესეც. ჩემთვის გამოვიწერე კაბა. აუ რა ლამაზია. აი ესეთი არის კაბა. ძალიან კარგი ხარისხია. არ ვიცი გირჩევთ თუ ესეც იმას იზავთ, აუცილებლად გამოიწეროთ. და ახლა არ ვიცი ხა რომელი გამყიდველი იყო და ასე ვთქვათ რომელი სელერი. შევეცდები რომ თუ დაინტერესებით მოვნახავ ლინკებს და დაგიტოვებთ Instagram-ზე, რომ ძალიან კარგი არის მართლა.
ეხა დაგვრჩა 2 ამანათი. აი ეს როგორც გითხარით, ერთ-ერთი ჩემი პირველი გამოწერილი, რომელიც უნდა გავიგო და ვიმკითხაოთ და მინდა რომ გამოიცნოთ თქვენ ჩემთან ერთად რა არის. და აქ არის რაღაცები ჩაპასთვის გამოწერილი. რომელი გავხსნა? რომელი ჯობია? იყოს ჩაპასთვის. აუ ეს იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ჯაჭვი გამოვიწერე და მაინტერესებს როგორი იქნება. გახედეთ უბრალოდ. ეს იცით რა არის? აი ეს. ამხელა ნახეთ. უბრალოდ ეს არის ძაღლის საბელი. და აქ იმიტაცია რა თითქოს არის ჯაჭვი. აბა ნახეთ რა მხელებია. ჩაპას საერთოდ იქნება სასაცილო. აუცილებლად ბევრ ვიდეოებს გადავიღებ ხოლმე და ნახეთ მე Facebook-ზე და TikTok-ზე აი ამითი როგორ იმაიმუნებს. იმიტომ რომ სასაცილო იქნება და ჩემი ჩაპა არის ერთი ციცქნა. მიუხედავად იმისა რომ ტაქსა არის და გაწელილია, მაინც არის ძალიან პატარა, ანუ მინი ტაქსა არის და აი ამაზე იქნება ძალიან სასაცილო. ეს სპეციალურად გამოვიწერეთ. ხო, ეს გამოვიწერეთ ისევე ჩაპას. მანათობელი არის, რაც ძალიან კარგი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ღამე ჩაპა საერთოდ აღარ ჩანს და აბა თუ გამოიცნობთ, აი ამასაც ეს რა არის. აბა რა არის ესეც თუ გამოიცნობთ. ეს არის ყელსაბამი, ერთი არის ემი და ერთი არის ენი. ადრეში თქვენ შეიძლება გესმით ყეფა, ეს არის ჩაპა, რომელიც იქით ოთახში ყავს, რადგან უბრალოდ არ დამაცდი და ამ ყველაფრის გადაღებას. ეს რა არის, ოღონდ ერთთქონაც არ ვიცი. არის ნათურები. სახალხო YouTube ბლოგი, ვინცაც გაქვთ ნანახი, იცით როგორი სასწაული მოვაწყე შარშან, განათებული მქონდა ყველაფერი და მთელი დეკორაციები, მოკეთ აუცილებლად უყურეთ, ძალიან საინტერესო იქნება. რასაც თქო ვაპირებ, რომ ყველაფერი მოვთო, მოვკაცმო და ასე შემდეგ. ხო და ერთი ის არის, რომ ვისაც ყავს ძაღლი თქვენ გამიგებთ, რომ ჩაპამ გადააღნა, ასე იგი, ფარდის განათებები, ნაძვისხის განათებები და ასე რომ ეგენი აღარ მაქვს. ეგ არის მინიმუმი, თორე დანარჩენი რაც დააზიანა, ეხა ეგეც არის, მაგრამ ფარდის განათება მოკლედ აღარ მაქვს და იყო ასე ვთქვათ იაფად და ვიყიდე, იმიტომ რომ შარშან აქ რაც ვიყიდე, ფარდის განათებაც და თვითონ ნაძვისხის განათებაც ახლობით 100 ლარები ღირდა თითო. ხო და ეს შემხვდა სულ რაღაც 13 ლარად. ეს არის ფარდის განათება და გადავწყვიტე რომ გამომეწერა, თუ გამომადგება. ხო, კარგი. ეს არის უფრო წერტილოვანი რაღაცნაირი განათებებით, მე მქონდა უფრო მსხვილი სახალხოს ვნახავ თუ გამომადგა, ხო დავკიდებ, თუ არა და ისეც ვიყიდი. ვიდეოში ნახავთ, მე რა ლამაზად მქონდა და აი იმ ეფექტს, აი ეს ვერ მისცემს, მე ესე მგონია. ეხლა უნდა დავიწყო ნივთები, რომლებიც გამოწერილია, ოღონდ რისთვის, ვისთვის, რატომ, როგორ, რანაირად, მე თვითონაც არ ვიცი, ასე რომ თქვენ რა გითხრათ, გავხსნათ. ჯერ ერთი უბრალოდ უნდა გაჩვენოთ მთლიანობაში რა, ეს ყველაფერი. აი ეს არის ნივთები, რაც გამოიწერა მიშიკომ. აი უბრალოდ მითხარით რამეს თუ ცნობთ. აი ეს მაგალითად. აი ეს. ესენი რა არის? აი ეს საერთოდ რა არის? მგონი ამას უნდა დავაწეროთ 18+ ვიდეო. ეხა პირველი უნდა დავიწყო, აი ამითი. ეს რა არის ოღონდ? თუ რაღაცა არის და 18+ არის ეს ვიდეო. უი. არა მეგობრებო, ეს არ არის 18+ ვიდეო, შეგიძლიათ ყველა ვნახოთ. ეს არის, აი ნახეთ. ესე იგი, ამას ხსნით წყალში, რაღაცა აბივით არის და წმენდავს იმას, რა ქვია, შუშას. ეს სავალოდ მანქანისთვის არის. ხო, ძირითადად მანქანის და რაღაც ეგეთი ნაწილი რაღაცები აქვს გამოწერილი ნაწილები და ისინი და სავარაუდოდ ეგ არის. გადავრჩით. არა მართალია ეს კი არის ის ვიდეო, რომ თქვენ რო უნდა გამოიცნოთ და მიხვდეთ რა არის, მაგრამ აი ამას ეხლა მე რო არ წამიკითხე ეს საერთოდ ვერ მიხვდებოდი, საერთოდ სულ სხვაგან წავიდოდი მეც ფიქრებით და აქედან გამომდინარე, მოდი აი ეს ნივთი იყოს ის, რომელიც ავხსენი და დანარჩენს უბრალოდ აი ესე გეტყვით, რომ თქვენ უნდა გამოიცნოთ. შემდეგი. ეს რას აკეთებს?
ლოგიკურად ალბათ რომ ჩამოკიდოს და გაანათოს იქაურობა. ლოგიკურად ხო? წარმოდგენა არ მაქვს ეს რა არის? რაში იხარჯება ოჯახის ბიუჯეტი, ხედავთ? ეს სავარაუდოდ არის ძაბრი. როდოთ ესეც რაღაცა მანქანასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ როგორც მითხრა, გამოიწერა უმეტესად მანქანის რაღაცები. არც უკომენტაროთ. გავიგებ მერე რისთვის სჭირდებოდა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ოჯახისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნივთი. აი უამრავი ესეთი პატარა რაღაცა. მესამე უაღრესად მნიშვნელოვანი ნივთი, რომლის გარეშეც არ შემიძლია ცხოვრება ფაქტობრივად. ეს კალამი მგონია, მაგრამ კალამი რატო გამოიწერა? ოღონდ ეს მითხრათ ვინმე. არ არის ეს კალამი, მეგობრებო. ეს ვიცი რაც არის. თქვენ თუ მიხვდით რაც არის, რა ვიცი, დაწერეთ. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნივთი არის, იმიტომ რომ თქვენს გამოგადგებათ, თუ შეიძენთ ამ ნივთს. კაი ნივთია ესა. იმათგან განსხვავებით. ყველა ნივთზე რატომ აქვს ესეთი რეაქცია, მაგრამ რატო იწერს ესეთ? ეს ვიცი რისთვისაც გამოიწერა, ხო? ეხლა ამას ხვდები, ეს ჩაპასთვის არის, სავარაუდოდ. იმისთვის რომ ჩაპა მოვიდეს ხოლმე. ამას მიხვდებოდით. თავისი USB-ც აქვს დატენი. აბა ეს რა არის? ვნახოთ. თქვენთვის მომინდია ამისი გამოცნობაც. ოღონდ აი ამდენი რატო გჭირდება? ეხლა გასაგებია ეს მე ვიცი რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამდენი რაც მინდოდა, აი უბრალოდ ეს მითხარით. ამდენი. ამდენი ფანარი გვაქვს. მოკლედ, ვინმეს თუ გჭირდებათ, როდესაც წავა შუქი და გჭირდებათ ფანარი, რომ გაანათოთ, აი რამდენი გვაქვს. ნახეთ? ქვეყანა. კიდე თუ ნახეთ ის ადრე TikTok-ზე დავდე ვიდეო, ეს თავის ფანარიც გამოიწერა, ესე აქ იკეთებ თავზე და ისი ანათებ. მოკლედ გვაქვს. იცოდეთ რომ მარაგი გვაქვს. ესეც რაღაცით იტენება. შეხედეთ ისიც აქ. რაღაცა უერთდება აქ კიდე. ერთი იტენება და მეორე აქვს შესაერთებელი. ამას რაღაცას ამბობდა, მახსოვს რომ რაღაცა ფანარიო არის, რომელიცო თანო ტენის ტელეფონსო. აი ეს ხო არ არის. არ ვიცი. შემდეგი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთი. შემდეგი მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი ოჯახური ნივთი და საერთოდ ყველა ადამიანს რა უნდა ჰქონდეს. აბა შემდეგი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთი. ხო, ეს ტელეფონის ის გამოუწერია. სამაგრი, იმიტომ რომ რამდენიც იყიდა, იმდენი გაუფუჭდა და მორიგი მცდელობა, რომ იქნებ ამან მაინც გაამართლოსო. თქვენც ესე ხართ ტელეფონის ამ სამაგრებში. ყოველთვის პრობლემატური არის ხოლმე მანქანაზე. ამას არ გავხსნი, აი ესეთია სავარაუდოდ ესეთი მრგვალი. გამოვიცნოთ ეს რა არის, აბა. ჩაპასთვის, ალბათ. არ ვიცი რა არის. ორი ცალია ესეთი. წერეთ აბა კომენტარში, რას ფიქრობთ რომ არის. მაგრამ იცოდეთ რომ ეს ნივთიც მაქვს. ეს ფლეშკა, ისე ჩართვა. ჩაპა თუ გესმით ყეფა, ეს არის ჩაპა, რადგან უბრალოდ ფიზიკურად ამ ვიდეოს ვერ გადავიღებდი, რადგან ჩაპა ყველაფერს წაათრევდა, შესანსლავდა, გადავსასლავდა, ჩაღრღნიდა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს ყეფა არის ჩაპას ყეფა. ხო, ეს ფლეშკა.
ხო, დაგვრჩა რამდენიმე ნივთი. ეს ნივთიც მაქვს, მეგობრებო, იცოდეთ, თუ თქვენ ხვდებით რა არის, აი არ ვიცი, ნახეთ? აი რო გაჩვენონ. აი, ნახეთ? ჩემი გამოწერილი. ხო მიხვდით ყველა რა არის? აი, ესე. აი სხვა თუ არაფერი, ესეც რო გაჩვენოთ. აი ესეც რო გაჩვენოთ, უკვე ხვდებით ხო რა არის? ესე, რა ვიცი, აი ესეც კი. ამ კლავი რო გაჩვენოთ, მხოლოდ მიხვდებით რა არის. და ამ დროს არის ეს. აი, ვინც გამოიცნობს? არ ვიცი. ეს თუ თქვენც თუ გჭირდებათ ასე ძალიან, არ ვიცი, გამოგიწერთ მე თუ გამოიცნობთ, იმიტომ რომ შეიძლება ჩემ ქმარს ისე სჭირდება, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. აი რაღაცა ისეთი მინდა რა. აბა, აი, ესეთი რაღაცა მინიატურული. აბა გავხსნათ. ამას მივხვდი რა არის. ეს მივხვდი, ნახეთ რა კარგად არის რაღაც კომპაქტურად. ხო, ეს სამგზავროსთვის. ხო, ამბობდა რომ რაღაცა სამგზავროს სჭირდებოდა და უნდოდა და ის კომპაქტური და პატარა. კაი, დაგვრჩა 3 ნივთი. ხო და აი ამ 3-დან ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ აი ეს სინამდვილე რომ გითხრათ გულწრფელად, ამას იწერდა ჩემთან ერთად, როდესაც გამოვწერე ჩაყასთვის ის ყელსაბამი. და ისე გამოწერა, რომ არ წაიკითხა, აღწერა და ეგონა რომ იყო რაღაც სილიკონის მრგვალი ფორმა. რეალურად ძალიან ლამაზი იქნებოდა, რომ ყოფილიყო 3D. და ეს არის უბრალოდ აი ესეთი ხეზე ამოტვიფრული თუ რაღაცაზე ამოტვიფრული ორმაგი, აი ესეთი 3 მაიმუნი პატარა. ჩამოსაკიდი, თავისი ჩამოსაკიდით. და ეგონა რომ იყო რბილი. თქვენც ხართ ესე ხან არ კითხულობთ ხოლმე აღწერებს? არ და ძალიან საყვარელია, მაგრამ აი ნახეთ. მაგრამ არ არის პრობლემა თვითონ ჩამოკიდოს თავის მანქანაზე, მე არ ვაპირებ ამის გამოყენებას. ჩამოკიდოს არ არის პრობლემა. მორიგი ნივთი, რომელიც უნდა გამოვიცნოთ რა არის. მორიგი ნივთი, რომელიც მაქვს. რაში გამოვიყენებ, თოღონდ არ ვიცი. ბოლო ნივთი ეს გავს საფულეს. გავს არა არის. აი, ეს იყო ჩვენი ვიდეო. არ ვიცი, იხალისეთ გამოიცანით, დაინტერესდით, თქვენს გაგიჩნდათ სურვილი თუ არა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად რაღაცები აღმოჩენა იყო. იყო კარგი ისიც, რომ კარგი ნივთები ჩამომივიდა, რაც მე გამოვიწერე ნამდვილად აღწერით და თუნდაც ესეც ახალისო იყო, რომ აი ეს რაღაც უცნაური ნივთები მაქვს. აღარ დამჭირდება დარდი ამ ნივთებზე. ეს არის ამ ეტაპისთვის, რაც ბავშვისთვის გამოვიწერე, იმიტომ რომ თუ თქვენ ნახეთ ის ვიდეოები წინ, რაც ბავშვისთვის მოვამზადე, მოკლედ მე მაქვს დაახლოებით 1 წლის, მაგრამ კი რა, არაფერი არ მჭირდება, არც თავის მოვლის საშუალებები და არც სამოსი, მაგრამ აი ესე წავეპარები ხოლმე რაღაცა ახალს ყოველთვის მინდა ხოლმე რომ ვიყიდო, იმიტომ რომ მომწონს. ხო და თქვენს თუ ხართ ჩემსავით, ისე იგი თამამად გამოიწერეთ, უბრალოდ წაიკითხეთ ხოლმე აღწერები, რეკომენდაციები, რჩევები, ნახეთ ხოლმე განხილვები, რეალური ფოტოები და უკვე იმის მიხედვით.